რა ვიცი, ცხოვრება მშვენიერია მინდა გითხრათ. კარგად რო გაცვია, კარგად გრძნობ თავს. გამარჯობა, მე ვარ რუსკა მაყაშვილი, თამარის შვილი. გილოცო, გამარჯობა. მე ვარ თამარ მაყაშვილი, რუსკას დედა. გილოცო. მე მაცვია მოლმაუნის და პერვოლის კოლაბორაციით შექმნილი დროის კაფსულის კოლექცია. და კიდე დედაჩემის ლაბადა. 1905 წელს გამოშვებული. 4-ში, მაგრამ შევთანხმდეთ. ხო, ლაბადა წამართვა და რანაირად ჩავიწმევდით, თორემ ეს გადასარევად. ამ რა ისტორია? ეს ლაბადა არის საერთოდ არც ჩემი არ არის, ეს დედაჩემის ეს. და მე ვიყავი არ მახსოვს მერვე ან მეცხრე ან მერვე კლასში. ეს იყო სადღაც 80-იანი წლები. მაშინ შემოვიდა ისევ ძალიან მოდური გახდა ეს ტყავის ლაბადები, მაგრამ არ იშოვებოდა ეხლა რომ. ახალი კარგად მივიწყებული ძველია და ეს მოდა ტრიალებს. ფოტო ვნახე ახალგაზრდობის აცვეს ლევისის ჯინსი. მიმსგავსებულიც ვერ ვნახე, აი გახეულიც ისე არის, რომ აი ვერ გახევ რა, არ იხევა სხვა ჯინსები ეგეთ. და აი როგორც იქნა ეს ჯინსი ჩემი გახდა, ხო? არა. კი. ის გათხოვე ცოტა ხნით. აუ, ის არის რარიტეტი და უნდა იყოს სახლში. უნდა ეცვეს რუსკას. როდესაც ყიდულობ ტანსაცმელს, ტანსაცმელი უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი რა. ჯობია ქონდეს ერთი ხარისხიანი და გეცვას 30 წელი. ამითი გარდა იმისა, რომ ეკოლოგიას იცავდა ბუნებას და შესაძლებელია რომ რაღაც დროს მე კატომაც ჩაიცვას. ეგ მე მომწონს ეგ ამბავი. ამიტომ ვიყიდოთ კარგი ხარისხიანი და გავრეცხოთ პირველი. თანახმოვან. დიახ.